სხარტი როგორც აბაზა ბაიკო დვალიშვილი. რა ხულიგანი მითქცევა? წყალს ვერ ვიღებ. წყალი როგორ. ეს არაფერი არ მომხდარა. მე მგონი ნელიკო ერთადერთი იყო, ვიზოს არ ღიზიანდებოდა მაყურებელი. ძალიან მიყვარდა ნელიკოს თამაში. ორივე დავდიოდით რაღაცა მაიმუნებივით, სულ გინდოდა რაღაცა გაგვებუჭებინა. ზღაპარიყო, მალე კარგიც მომხდარიყოს. არ მეშინია. ვაი, მე ძალიან მწვენია. რა ბავშვობა გონია. კარგი ბავშვობა მქონდა. ვერ წარმომიდგენია, რატო უნდა გინდოდეს, რომ მაყურებელი შოკში ჩააგდო. მაგრამ ნიჭი როგორც ამბობენ, მუწუკივი თავიზე ამოხტება კაცმა არიცისო და აი, ბაიკოც აქ არის. თურმე როგორ მხარებია ბავშვები და არ ვიცოდი. რატო გვაწვალებს ხახტო რას გვერჩით მართლა ამ სახიებებს. ყოველი გადაღება იყო ჩემთვის სიხარული. აი ეს იყო რაღაცა ვდებით სიყვარული. რატო ნერვიულობდი? მამიჩემი აღარ იყო ცოცხალი. რო ყოფილიყო ალბათ მე არ წავიდოდი. კინოც აფუჭებდა, ტელევიზიაც აფუჭებდა და საერთოდ პოპულარობა აფუჭებდა. ხო მოდის იღბალი. 1-2 მინიმუმ მოდის, მე ესე მგონი. რაც შეიძლება ხშირად დაიწყე რაღაცის ახლის კეთება. 0-დან. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. გამარჯობა, მე ანა ვარ ტყებუჩავა და თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს და ძალიან კარგი სტუმარი მყავს დღეს, ეხა იქიდან მაცინებს და ვცდილობ რომ თავი ხელში ავიყვანო, უსაყვარლესი და უნიჭიერესი, თუმცა სანამ ჩემს საყვარელ სტუმარს წარმადგენ, უნდა ვთქვა რომ ეს კომფორტული გარემო ჩვენი სპონსორის Ashley Home Store-ის დამსახურება, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ რომ Ashley Home Store ქართველებს გვთავაზობს ამერიკულ ხარისხის ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის და ასევე ჩვენი სპონსორია ორი ნაბიჯი და თუ კი სნეკის მოყვარული ხართ, გემრიელი და ბიუჯეტური ჯეკერი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს. და დღევანდელი მეხუთე ელემენტის სტუმარია, ჩემი უსაყვარლესი და ალბათ ყველასთვის უსაყვარლესი, ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი მეგობარი, კარგი მსახიობი და ზოგადად კარგი გოგო, სხარტი როგორც აბაზა ბაიკო დვალიშვილი. რა ხულიგანი მითქცევა? ამერიკული კომფორტიო და კომფორტულად ვარ. ნამდვილად, ეს ესეთია მოსადუნებელი როგორც გინდათ. კი ბატონო, წყალს ვერ ვიღებ. წყალი როგორ ხარ ჩემო ლამაზო? იცი როგორ ვარ? მოტორიან თხას რომ ითხვიან ხოლმე აი ასე ვარ. ისეთ საინტერესო რაღაცებს აკეთებ და იმდენ რამეს ეხლა ნენელა მიუყვებით და ჩამოვთვლით. ქალბატონო ბაია? დიახ. იცი რა მაინტერესებს? რას ნიშნავს იყო მარინე თბილელის, აკაკი დვალიშვილის შვილი და როგორი ბავშვობა ქონდა მითხარი? კარგი ბავშვობა მქონდა. კარგი დედამამა მყავდა და საერთოდ ძალიან ბევრ კარგ ძალიან ნიჭიერ ხალხში ვიზრდებოდი. მშობლებს კი არ გულისხმობ, აი მათ სამეგობროს. გარემოცვას. მხატვრები იყვნენ, მსახიობები იყვნენ, მომღერლები იყვნენ, რეჟისორები იყვნენ, ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. ყველა თავისი დრამით, თავისი ტრაგედიით, თავისი განცდებით და ეს ადამიანები იყვნენ ყველანი ძალიან მართალი, თავმდაბალი, მშრომელი და უმეტესად გაჭირვებულები. მართლა? ხო. იმიტომ რომ რაღაც თავშესაფარივით იყო ჩვენი სახლი, სადაც ყველაფრის ლაპარაკი შეიძლებოდა, გულის გადაშლა შეიძლებოდა, მამაც ეხმარებოდა, დედა ჩემი ძალიან ისეთი იყო ხელგაშლილი და კისკისა და ნუ მოკლედ და რა მინდა ვთქვა, იცი რომ ლეგენდები არის, რაც აუცილებლად უხდება არტისტს. რაღაცა, მაგრამ რეალურად ნამდვილი დიდი არტისტი არის ძალიან მარტოსული და ძალიან მოკრძალებული. თეატრალურში ფეხს შეადგამ თუ არა, იქედან იწყება, რომ აი მაშინ რო არტისტები იყვნენ, მაშინ რო ხალხი. ეხლა ეს თაობა არ არის. ხო, ეს ვიცი, პირდაპირ ყველა მუშაობს თითქოს იმაზე, რომ აი რაღაცნაირად ცეცები აღარ მოგიდეს. რო შენ არაფერი არ ახარ, იქ იყო რაც იყო. მაგრამ ნიჭი როგორც ამბობენ, მუწუკივი თავიზე ამოხტება კაცმა არიცისო და ხო. ნუ
თლად ესე არ არის, მაგრამ ესეც არის. იცი რა მითხარი? დედა გენატრებოდა ხოლმე, ანუ ბევრ დროს მოითხოვს ეს თეატრალური სამყარო, კინო. თან მაშინ მე მგონი, მაშინ რო იღებდნენ ფილმებს, არ მენატრებოდა, რატო იცი? იმიტომ რომ რამდენიც იყო, იმდენი იყო. მართლა? რო იყო აბსოლუტურად საკმარისი. სხვა შორის ჩემი შვილიც მეუბნება. მეც ვერ უთმობდი იმ დროს, ვინაიდან მაშინ, როცა მაკრინე პატარა იყო, ესე იგი, უბრალოდ როგორ ვასწრებდი, აი ეხლა რომ ძალიან ვიღლები და ვერ ვანაწილებ ხანდახან დროს, ნუ მაშინ შედარებით რა თქმა უნდა ახალგაზრდა ვიყავი, არ ვიღლებოდი ესე, მაგრამ ესე იგი პირდაპირ ეთერი 3 საათიანი. მანამდე 12-მდე ან რეპეტიცია მქონდა, ან ეთერის მერე რეპეტიცია. მაშინ ძალიან ბევრი სპექტაკლები მქონდა და პლუს მაშინ ძალიან ბევრი გადაღებები მქონდა. ღამე, დღე. სულ და აი და ბავშვი პატარა. სადილი უნდა გააკეთო, უნდა მოიტანო, სადილებს ღამე ვაკეთებდი. ეს იყო ჩემი აი რიტუალი, ღამე ქვაბები და სადილები და შეკაზმა და გაკეთება, ეს რაღაცა ის მქონდა. ალქიმიას ვიწყებდი ღამე. მაგრამ მაინც და რო ვეუბნები დედა რაღაცა ეს მოგაკელი, ის მოგეკალი, არაფერი არ მომაკელიო. რატო იცი? აი რამდენ ხანსაც ვიყავი. ალბათ ვიყავი ბოლომდე. ან გრძნობდა იმას, ან ბავშვები ხო უკაცრავად ამ სიტყვისთვის და ძალიან გოთვერნები არიან. ხო, ძალიან. ოხრა შებერტყილები არიან, ყველაფერს ხვდებიან და ზუსტად ხვდებიან. ხო და ალბათ არც მაკრინეს არ ვაკლდი, იმიტომ რომ არ მაკლდა დედა ჩემი, ბევრი იყო, ვიცოდი და მე რა არიცი, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მამა და დედა დაკავებულია. რომ აუცილებლად მოთხოვნადები არიან, უყვართ თავიანთი პროფესია. იმიტომ რომ მე ხო იცი იზრდები და აი მე შენთვის ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, ვინ გეხვეწებოდაო რომ სახში იჯექიო, გეტყვიან და არა, უნდა ხედავდნენ რომ შენ ხარ შენი საქმით დაკავებული და ეს შენთვის მნიშვნელოვანია. რომ თვითონაც ჩაედოთ თავში ეს, ხო? აი მარინეს რომ დამსგავსებოდი, ცდილობდი? არა, კატეგორიულად არა. არა? აი ეს სპეციალურად თუ? სპეციალურ. მართლა? ხო. ანუ ეს არის რაღაცა, რომ მე ვარ და მე სხვა ვარ. კი. იმიტომ რომ სულ იცი რა ძალაუნებურად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამის მტკიცებაში ვიყავი, რომ მე ვარ, ხო. და მე თვითონ. ხო და ამაში ძალიან სულელურად ბევრი დრო და მე კარგა თუ ნერვები თუ რა ვიცი, მე რაც ქვია. სისულელია, არ უნდა იბრძოლო, არ უნდა მიაქციო ამას ყურადღება, საერთოდ რომ გეუბნებიან აი რთულია, მაგრამ ამაზე არ უნდა იხარჯებოდე. იცი მაინტერესებს, თქო შენი მშობლები და შენ როგორც მშობელი, აი როგორი განსხვავებაა, მკვეთრი განსხვავება, მართლა? ძალიან დიდი განსხვავება. მოკლედ სხვა ეპოქა იყო. ხო. აბსოლუტურად განსხვავებული. სხვა სტანდარტები იყო კარგის და ცუდის და ძალაუნებურად ამას მისდევდი. ძალაუნებურად რაღაცა ერთი სქემა იყო, სადაც ეს ბავშვები ასე უნდა გაიზარდონ და ასე. ეხლა ჩვენები კი იყვნენ ცოტა არაორდინალური და სახლიც ცოტა და ცხოვრებაც ისეთი იყო, არამთლად სტანდარტული, მაგრამ მე მაინც ესე ვიზრდებოდი და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მაკრინე ასაკში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ასაკი მაინც დიდ როლს თამაშობს, ეხლა სად როცა 18 და 20 წელი არის. შენ თვითონ რო გინდა რომ მოგიარო და გაერთო. ჯერ შენ შტრიალი გინდა და ბებიას უტოვებ ან გადიას, რაც ვერ წარმომიდგენია, იცი, 20 წლის ასაკში. მყავდა ძალიან ცოტა ხანი. წარმოიდგინე იმ პერიოდში. მყავდა, მაგრამ ცოტა ხანი, რატო იცი? თან რა ვერ წარმომიდგენია, იცი, ღამე რო არ ძინავს შენთან. აი ეს სიამოვნება რომ ხამე რო ფშვინავს და შენს გვერდზე ეს ნაჭერი ხორცის გდია. აი მე გაჩერდი, მაგრამ ეხლა აი ეს არის რაღაცა. არ ვიცი ეს რა არის. ეს ამას რა ჯობია, ამას თან ეს ისე ჩქარა იზრდება, ეს ოხრები ისე ჩქარა იზრდებიან და ისე ჩქარა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყება. აი ეხლაც ჩემ შულს რო უყურებ, სულ მინდა ის პატარა მაკრინე ხუჭუჭა და ლოყებიანი დავინახო.
ხო და აი ამას როგორ უნდა შეელიოდ. ამიტომ ადრე არ უნდა გათხოვდე. და არ უნდა ძალიან პატარამ არ უნდა გააჩინო, რომ აი ეს სიტკბოს ჩაყოლება შეგეძლოს. ხო და მე და მაკრინეს როგორი ურთიერთობა? იცი რა, მე სულ ვითვალისწინებდი დედაჩემის შეცდომებს. მართლა? ეგ უნდა მეკითხა. ძალიან. ანუ დედაჩემი კი არ უშვებდა შეცდომებს, მაშინ ასე იყო. რაც ნერვებს გიშლიდა თქვა თან რაც მე ნერვებს მიშლიდა, მაკომპლექსებდა ფრჩხილებს ვიჭამდი ესე სუსისხლამდე, ჯიუტობაში გადამდიოდა პროტესტებში, ხო და ამას თბილელი რო უცებ ამოხტება რომ უნდა რომ მაკრინე გადაყლაპოს, მე გადავყლაპო, უკან ვაბრუნებ ხოლმე, იმიტომ რომ მახსენებ, აი უცებ მეტალი მიჩნდება ხოლმე ხმაში და უცებ პირდაპირ აი იმას შვები ხოლმე ვიფურჩკნები და იმ წუთშივე ვაბრუნებ ამას, იმიტომ რომ ხვდები რომ ეს ეხლანდელ ბავშვებთან, ეხლანდელ პირობებში და ცხოვრებაში ეს არაფრით არ შეიძლება. მაგრამ მგონია რომ მაინც ცოტა მკაცრი უნდა ვყოფილიყავი. ეხლა უკვე იცი როგორი როლები გვაქვს? მართალია ნელიკო მე არანაირად არ ამგავს, შენც კარგად იცი. თინას ცოტა შიში რო აქვს, ხო იცი? ხო. შიში რო აქვს, ცოტა აი ესე ეხლა მე ცოტა გამიჩნდა შიში. ამოხერე ადამიანის, კაცო, რატო უნდა მეშინოდეს, ფიქრობდა, ხო იცი რაღაცა, უკვე რამის თქვენობით გადავიდე, თუ რაღაც ბატონობით, თუ რაღაცა, აი რაღაცნაირად მიმაჩმორასავით, თუ რაღაცნაირად დამჩაგრა. ხო, ეგ თინეიჯერის შვილის ყოლა საკმაოდ დიდ დიპლომატიას მოითხოვს. ძალიან დიდ ნერვებს, თავის მოთოკვას, შენი თავის გახსენებას, უფროსების შეცდომებს, ძალიან ბევრ რაღაცას და ნუ პირველი არის რომ უნდა შენი თავი აიყვანო. აიყვანო და რაღაცნაირად მიუშვა გარკვეულ რაღაცა, არ ვიცი, მე შეიძლება დასყლტება, მაგრამ რაღაცის უფლებებს უნდა მისცემ, რაც მე არ მქონდა და ჩვენ არ მქონდა. იმიტომ რომ ცხოვრება რომელ ასაკშიც არ უნდა იყო, არის გამოცდილება და ცხვირის წატეხვა. წაბორძიკება, დაცემა, ტკივილი, მეგობრის დაკარგვა, ღალატი, ამაზე სწავლობ. დედა იცი რა, ჩემ დროს ასე და მე ასე ვერ სწავლობ. იმიტომ რომ ამბავია ეს ვიღაცის სხვისი. და ამიტომ აი თვითონ უნდა გაიარონ რაღაცეები, რაც მშობლისთვის ურთულესია. ურთულესია. რა ვიცი, სულ ვეუბნებოდი და მინდა რომ ესე იყოს მუდამ. არ მომატყო. ყველაფერში დაგიდგები, დაგეხმარები, შევეცდები გაგიგო და იცის რომ ეს ასე მოხდება. უბრალოდ მითხარი. არ მომატყო, მაკრინე. ხო. და რა ვიცი, ესე კარგი ურთიერთობები გვაქვს, მეგობრული. თუმცა ცოტა მკაცრი მაინც უნდა ვყოფილიყავი. დედაჩემს ყავდა უსაყვარლესი მეგობარი, რომელიც რომ მოდიოდა ხოლმე სულ აქებდა თავის შვილებს. სულ. და იმ დროისთვის ეს იყო რაღაცნაირად ისეთი რა, ცოტა უხერხული. კი. ეს ხალი აქებდა, როგორი კარგია, თავისი შვილი, თავისი გოგო, თავისი ბიჭი, იმან ეს ქნა, აი ესა და თვითონაც რაღაცა საყვარლად ამაყი იყო. და ვუსმენდი ჩვენ ამას და დედაჩემიც უსმენდა. რაღაცა ასაკში მე და ჩემიც ვიყავით. იგივე შენც დედა იქნებ შეგვაქვს. რაღაცა და მოგიტრიალდეს კარგი. რა, მეთქი რა, ასეთი რაღაცა სულელები რანაირად ვართ მეთქარი. ერთი რაღაცა როგორ ვერ უნდა თქვა საპირწონეთ, რომ ხო აი რაღაცნაირად ანამ დღეს დაალაგა სახლი. რა ვიდე, რა ვიცი, ანუ რა საჭიროა, ისედაც ხო აი ესე რა და ეს რაღაც ანხასიათიანა კი არაფერი იყო, უსაყვარლესია ის კარი დღემდე და ძალიან გვიყვარს უბრალოდ ახლა საღადაგვარს ერთობას და ხელებ და არც ნანას პირიქით, ნანაც დიდი სიამოვნებით უსმენდა რომ თავის შვილებს აქებდა და მასაც გახარებული იყო ამით. იზიარებდა ამას, ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ შენც რაღაცა თქვა შენ შვილზე, ჩვენ ესე ვთქვით რა ორი დაჭყანული დაძმა, ველოდებოდით რომ იქნებ დედას რამე წამოსწონდა. შენ როგორი ხარ? ისე აქებ ხოლმე. ვაქებ. სხვებთან არა ახლა. სხვებთან არ ვაქებ, ასეთი კაი შვილი მყავს და ისეთი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ
აუცილებელია რასაც გასაგონად კარგად აქებ ხოლმე? მას ვეუბნები თვითონ მას ეუბნები? რომ აი ეს კარგია მაინც მიუხედავად ამისა ხო იცი მეგობრის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ამას შეეგუებ დედის აზრი არ არის იმან მითხრა ამან მითხრა კარგიაო იმან ნუ მეგობრის აზრი არის მთავარი მაგრამ რო კარგია რო შენ მისი გჯერა არა უნდა უთხრა მე არ მახსოვს ესე ჩემი ქება და ჩემთვის სიკვდილი იყო პრემიერის დღე როცა მოდიოდნენ და დედაჩემი და მამაჩემი აი ეხლაც არ მიყვარს გახსენება მართლა ძალიან ნერვიულობ ესე არ შეიძლება ესე არ შეიძლება იცი სწორი შენიშვნები კი ბატონო მაგრამ შენ ხო ქრები შენ ხო შიში ხარ უკვე შენ ხო ვერამართლებ მათ დობას ვერამართლებ მათ შვილობას შუს ვამტკიცებ რომ არა მე აი რაღაცა ეს არის ძალიან რთული და მაგრინეს აქ კარგი თვისებები და ყოველთვის ვეუბნები ყოველთვის აქ კარგი თვისებები რომელიც იცის რომ კარგია და უნდა იცოდეს რომ კარგია გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია ეგეც კარგია ქალისთვის თუ სწორად გამოიყენებს მაგასაც ისე იგი მე როდესაც რამე საჯარო გამოსვლა მაქვს არ მინდა დედაჩემი იყოს იქ და მესწრებოდეს. ხა წარმომიდგენია მარინე თბილელი დედაჩემი ყოფილიყო, ალბათ გული გამიჩერდებოდა ძალიან, ან რა ვიცი, ვინერვიულებდი. შენ რას გულისხმობ, რას გეუბნებოდა, დარწმუნებული ვარ, ისეთ რაღაცებს გეუბნებოდა, რაც ძალიან ისეთი იყო რა, შეიძლება გეხმარებოდა, ან პრაქტიკულად შენთვის უფრო მარტივად მისაწვდომი იქნებოდა რაღაცა კონკრეტული მიზანი, მაგრამ შენ როგორ აღიქვავდი ამას? აი რას გულისხმობ, რატო ნერვიულობდი? არა, ცოტა დედაჩემი იყო ძალიან ლოიალური და ძალიან სწორად და კარგად და სუბუქად და პირიქით მოვწონდი. ჩემთვის მამაჩემის აზრი იყო მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ იცი გარემოდან ბავშვობიდან აი ბატონმა კაკომ თქვა იმან თქვა ამან თქვა და ეს მამაჩემი რომ მამაჩემი რაღაცა და აი ბატონი კაკო და ეს ცოტა იცი რა ხო პრემიერაზე ბატონი კაკო მიყურებდა ხოლმე პრემიერაზე და ბატონი კაკო ხდებოდა სამზარეულოში როცა გარჩევა ხდებოდა ჩვენ 4 კვადრატულში მე დედაჩემი მამაჩემი და ჩემი ძმა რომელიც ყოველთვის ჩემ მხარეზე იყო და ბატონი კაკო იწყებდა ხოლმე ну რაღაცა აი ძვლების ტყვირვას ჩემსას. ხო, იმიტომ რომ мама იცი რა სიძახდა რომ მე 2 წელი არ მაბარებინებდნენ. ამიკრძალეს საერთო თეატრალურში ჩაბარება და გამოაცხადა მამაჩემმა რომ სანამ მე სცენაზე არ ვნახავ და სანამ არ დავრწმუნდები რომ იგი მას შეუძლია ამ პროფესიაში იყოს, 2 წელი არ მაბარებინებდნენ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი იმ 2 წლით, იმიტომ რომ მე ინსტიტუტმა ძალიან ბევრი რამე მომცა, ბატონი მიშას სტუდენტი ვიყავი სარეჟისოროზე, მაგრამ ის 2 წელი მე ვიყავი ბატონი მიშას კინომსახიობთა თეატრში და იქ ვისწავლე ხელობა, იმიტომ რომ ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი, ხმამაღლა ნათქვამია. ხან უკან ვიდექი, ხან წინ, ხან გავიქცეოდი, ხან გამოვიქცეოდი, ხან რაღაცა უცუცქნესი როლი მქონდა, ხან რაღაცა პატარა ეპიზოდი, მაგრამ ბატონ მიშას ხიბლში და აი მაგიაში ვიყავი, როცა ის ქმნიდა თავის საკუთარ თეატრს, საკუთარი გაზრდილი სტუდენტებისგან და იქ სხვა ჯადოქრობა ხდები და იქიდან მოვდივარ მე. რა თქმა უნდა, მე დამატებით პროფესიას სწავლობ რაღაცა ყველაფერი, მაგრამ იღბალი თუ არ მოვიდა, იშრომე და ხეხე ფიცარდაგი და რა ვიცი მე. მაგრამ ხო მოდის იღბალი. 1-2 მინიმუმ მოდის, მე ესე მგონია. ცხოვრებაში არა? იცი ხანდახან ვერ ხვდები რომ ეს იღბალი არის. ხო, შეიძლება. ეს ის არის, რომ შენ ახლა შენი უნდა რომ აქედან გაიხსნება სხვა კარები. ხო, რაღაცა. მაგრამ იღბალი იცი რა, მით უმეტეს თავიდან როცა მიდიხარ თეატრში და იწყებ და ყველა იცი როგორ გიყურებს კოჭებში. ხო, თან შენ შემთხვევაში ალბათ კიდევ უფრო მეტად. ჩემ შემთხვევაში პირდაპირ რაღაცა შედეგს ელოდებოდნენ. შედეგს კი არა, საერთოდ სხვა ადამიანი მოდის, კაცო.
სხვა ბუნებით, სხვა გრძნობათა ბუნებით, სხვა ტემპერამენტით, რა ვიცი მე, შეგრძნებებით და ასე შემდეგ. უკვე რეზულტატი და ბევრი თანხwebdriver უნდა მოხდეს, კარგი რეჟისორი უნდა იყოს, სწორად დაგინახო. ბევრი დრო შენ დაიბადო, რომ ვიღაცისთვის დასამახსოვრებელი გახდეს, რომ მერე შენზე იყოს რაღაცა ინტერესი. ეს არაფერი არ მომხდარა. მასოვკაში ვიდექი 7 წელი. შტატგარეშე მსახიობად რუსთაველის თეატრში. ნუ მთლად მასოვკა არა, ხანდახან რაღაცას თამაშობდი, მაგრამ 7 წელი ვიყავი შტატგარეშე. ნუ მოკლედ ეს სხვა ამბავია, მაგრამ ამ შტატგარეშე მსახიობსაც მამაჩემი ნეკნებს უთვლი და რთული, მოკლედ რთული იყო რა, რთული და მინდა გითხრა, ეხა რომ ამდენს ვლაპარაკობ. და მე რო ტელევიზიაში დამიძახეს და მივედი სხვა შოა დღეზე. მამაჩემი აღარ იყო ცოცხალი. რო ყოფილიყო ალბათ მე არ წავითოდი. შენ წარმოგიდგენია ყოველ დღე სახში მოხვიდე და რაც მე იქ სისულელეები მიბჟუტურია, რაც მე არასწორად მილაპარაკია, რაც მე რაღაცა დაუფიქრებლად მithქვია, ან კითხვა დამისვია, ან რაღაცა ზეიმედე და ჩემო, რას ლაპარაკობ? მე ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემი შვილების აზრის უფრო მეშინია. თუმცა რა თქმა უნდა. ხო და ყოფილა ისე რომ სახში რომ მიდიხარ თქვათ გადაცემიდან, ტელევიზიიდან, ან ერთად რო უყურებ, მე მაგათად პოდკასტი რო გავიდა, თავიდანაც ერთად უყურებ და იმიტომ რომ ნენე და თაიას უყურებ. მგონია რომ ყველაზე კი, სწორად ისინი დაუნდობლები. კი, დაუნდობლები. აბსოლუტურად დაუნდობლები. მე ხო იცი რას მაბარებენ ხოლმე, დედა ძალიან არ გაიცი. ყველას დიდხოვნაი რომ აი შე რომ თაი აკეთებს ხოლმე რაღაცა თვალები რო არ გიჩვენ და ძალიან იცინი ეგრე არ ქნაო ესე არ ქნაო კი ცოტა ისე გაიტებეუნება 8 წლის 9 წლის რომელიც ხდება 12 წლის ორი გოგო და შენ იცი რომ გასათვალისწინებელია არა ვითვალისწინებ მე მაკრინე ისე ზუსტ რაღაცებს მეუბნება თან რატო ვენდობი იცი იმიტომ კი არა რომ რაღაც განსაკუთრებული გემოვნებან არა იმიტომ რომ ის უყურებს თავისი ასაკიდან გამომდინარე, თავისი თაობიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნილებები, მათი შეხედულება, რაც ძალიან გასათვალისწინებელია. პირველ რიგში გასათვალისწინებელია. და მე სხვათა შორის გეფიცები ძალიან ღელვით ვეუბნები ხოლმე მაკი მოგეწონა? ზღაპრებს პირველი მაგას უგდებ. კარგი იყო მეტყვის. აუ ეს ძალიან კარგი იყო. მართლა? კი, იყო, კარგი იყო, კი. კი, ვნახე. ამასაც შემო ეს არის ყველაზე საშინელება. ვნახე, კარგი. ვნახე, მართლა. ხო, ვნახე. ცო, შემომძახებს. ყველა თაობას აქვს რაღაცა თავისი ტაბუ დადებული თემები, არ მიყვარს ეს გამოთქვა, მაგრამ ეგრე ქვია რა სიზა. და ყველა რაღაცა თავს იკავებს, გაურბის, შენაუხსენი, მამას კითხე, ბებოს კითხე, სულ რაღაცა უშვებენ ხოლმე. ჩვენი მშობლების თაობას თავისი ქონდა. ჩვენ დროს მე მგონი არ არის, მაგრამ შენ თუ ქონია მაგრინესთან, აი თუ უკითხავს ისეთი რაღაცა, რაზეც პასუხი არ ქონია, ან გიფიქრია, რომ ეხლა ამას როგორ ავუხსნა ეს. მე იმდენად მაკლდა ესეთი საუბრები. არ მქონია მე ესეთი საუბრები დედაჩემთან და ჩვენ დროს მშობლებთან, ჩემი მეგობრებიც ესე არაფერზე არ ვლაპარაკობდით. ხო და მაკრინე, რასაც მეკითხება, მან უკვე იცის. ამ ბავშვებმა უკვე აბსოლუტურად კარგად იციან, შესწავლილიც აქვს ეს ყველაფერი. და ტაბუდადებული, რა ვიცი, არაფერი, რა უნდა იყოს ტაბუდადებული, არც ვიცი. აი მაგას კი, ის კი არ გაქვს ტაბუდადებული თემები, რაზეც. არა. მაგრამ იცი ამ ინტერესებს, აი, როდესღაც რომ მიხვდები, რომ დიდი კითხვას გისვავს. ადრე ხო სხვა რაღაცები აინტერესებდა და მე უცებ რაღაცნაირად სხვა რაღაცა დაინტერესა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ქალის მოციფულობა, არა, მესმის რასაც ამბობ. სხვა ურთიერთობებზე კითხა ადამიანებს შორის, სხვა მოვლენებზე. და შენ მაინც რაღაცა ცდილობ რომ გაუფრთხილდე შენ შვილს, ხო? ალბათ. და თან ეხა რა ვიცი, შენ ხო არ მოთხოვ შენი გამოცდილებით მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში. აი მაგ დროს როგორ იქცევა ხოლმე ბაიკო? მე სუეუბნები რომ შენ გადაწყვეტე. იცი რატო მაინც არ დამიგდებს ყურს სამწუხაროდ. ერთს უნდა მივხვდეთ რომ რაც არ უნდა ჩვენი შვილები არიან, ისინი არიან დამოუკიდებელი ადამიანები და უნდა იცოდე რომ გაუშვა კრახელი, რომ წავიდეს, რომ არ იყოს შენზე მოწეპებული, რომ ისწავლოს დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება ჩქარა.
მე დამოუკიდებლობა არც მინდა ვთქვა, როდის ვიგრძენი. მცხვენია. და ეს არის საშინელება, ეს არის რაც რა ვიცი მე განვითარებას სილაღეს ბედნიერებას ხო, რა ვიცი, რატომაც არა, ხო, ყველაფერს უშლის ხელს. ატორმუზებს. კი ბატონო, გეთანხმები. ხო და ისინი არიან დამოუკიდებლები და არჩევანი გააკეთონ თვითონ. მოიტეხავს ცხვირს, მოიტეხოს. მე ვეტყვი და თუ მკითხავს და ისე ვეტყვი, რომ შენ თვითონ გადაწყვეტე. და პროფესიის არჩევანში ან თუნდაც რაღაცა ურთიერთობების არჩევანში პროფესიის მიმართულება არჩევა მიგიცია? მithქვია, რომ ნუაბარებ თეატრალურ ინსტიტუტში. ჩააბარა სხვათა შორის შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, იმიტომ რომ თითქმის არავინ არ იცოდა, რომ ჩემი შვილი აბარებდა, იმიტომ რომ არ ამყავს ასე ყველას დასანახავად გაზრდილი თავისი ცხოვრება ქონდა ბავშვობიდან. ხო და არ იცოდნენ და მე მეუბნებოდნენ, კარგი გოგო რაღაცა, მოკლედ კარგად ჩააბარა. მე აღარ მოეწონა, აღარ მოუნდა. ცოტა სხვა ტვინის პატრონი არის. არ მინდა ქება გამონ, მეცადინეობა ადამიანს უყვარდეს არ გამიგი. მე არ ვიცნობ. ჩემს გარშემო გიждდება მეცადინეობაზე. აი, მეცადინეობა რასაც ქვია, უყვარს. ხო და კაი, მოვთხარი იმეცადინე და ჩააბარე, სადაც გინდა და ეხლა სულ რადიკალურად სხვაგან აბარებს და რატო მოეწონა, რატო არ მოეწონა, თავიდან უთხარი არ ურჩიე, არ გინდა რთულია, მე უთხარი და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თან ეხლა როგორ ყანყალებს ეს აი, ყველაფერი არა მარტო ხელოვნების დარგში და არა, ჩააბარა და ენდე თვითონ გადაწყვეტოს ეხლა რაც უნდა. რთული ასაკი მოდის ეხლა შენი შვილებისთვის სხვა შორის. კი, ალბათ, რა ვიცი, რთული ასაკი არ ვიცი, მაგრამ ხო, არ ვიცი. სუბუქი. როდის იყო? ხო, ეხლა ცოტა იცი რა ვაბუქებ და ცოტა ხასსაც უსვავთ ამას და თვითონაც იჯერებენ, რომ ეხლა რთული ასაკი აქვთ და ნერვები არა აქვთ კარგად და ეს მათი რაღაცები დარბის და დახტის შიგნიდან და ეხლა ჩვენ უნდა გაუგოთ მათ, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა. არ ვიცი რა, სად არის გარდატეხის ასაკი მეც სიამოვნებით გამოვიყენებდი ახლა. როდესღაც ხო შეიძლება რომ როდესღაც. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მართლა რთული არის, იმიტომ რომ მათაც უჭირთ აი ესეთ აჭრილ ქვეყანაში და ასეთ სოციუმში და ადაპტირება და დიდ იმაში რა ქვია ქარტეხილებში და განცდებში და ინფორმაციაში ცხოვრება. ზღაპრებს რო უყურეთ, ცოტათი ფრთხილად ჩავრთე, იმიტომ რომ ხო იცი როგორ მიყვარხარ და გულშემატკივრობ და უცებ ჩავრთე, რაღაცა შემოვიდა, არ თაია დღემდე დაბის და მაგას არ მეშინია, რაღაცა ბიჭი არის, რომელიც რაღაცა გემი შეეჯახება რაღაცას და დილით და მოდიო ჩავრთოთო თაია მითხრა და მეთქი მოდი ჩავრთოთ და მე და თაიამ ერთად უყურეთ. მე არ ვიცი, ეს ზღაპრები დილით არის ანახავი. სასწაულ კარგ განწყობ. მთელი დღე დავდივდით, აი როგორც ორი სულელი. ისეთი ენერგია მოდის. არ ვიცი ასეთი ენერგია საიდან გაქვს. მართლა გეუბნები, აი ორივე დავდივდით რაღაცა მაიმუნებივით, სულ გინდა რაღაცა გაგვებუჭებინა, გვეთამაშა, გვეცეტა და ეს არის ძალიან ისო და თან ვიცი რომ ამის ყველაფერი შენ ხარ, რეჟისორიც, პროდიუსერიც არ მაქვს საუბარი ხარ, ტექნიკურ მხარეს, მაგრამ საიდან მოგაგეს? რეკვიზიტები. გეტყვი მე შენ, რეკვიზიტები ჯერჯერობით სუსახლის არის. ჩემი ხარახურები. ყოველთვის როცა კი რამე დამიწყია, ეს იყო რაღაცა პერიოდი, როცა მივხვდი, რომ აი რაღაცა ცუდში გადავდივარ. რაღაცა ცუდ სტაგნაცია შეიძლება დაიწყოს ჩემი. და ეს სტაგნაცია რო არ მოხდეს, დავიწყე ზღაპარიყო, მალე კარგიც მომხდარიყოს, თქვი ასე ჩემთვის და ბედმა გამიღიმა და ჩემი ორი უახლოესი ადამიანი იჯდა ჩემთან სახლში და ესე ვფიქრობდით რა გავაკეთოთ. კი არა, აი უბრალოდ სიტყვა მოიტანა. გვანცა და ბექა, ჩემი პროდიუსერები, რომელთან ერთად ვიყავი ფორმულაზე და რა ვიცი, მე ვთხარი რაღაცა აზრი კი მომივიდა, მაგრამ თქმაც მცხვენია მეთქი, მაგრამ დიდი ხანია ეს აკვიატებული მაგ. აი დიდი ხანია და არ ვიცი გადაღება და როგორ გადავიღოთ რაღაცა და მოკლედ ეს პრობლემა მომიხსნეს, გვანცამ მშვიდად და წყნარად თქვა, მაგას არ ვფერი არ უნდა შენ მოემზადეო და გადავიღოთო და აი ესე ნოლიდან, არაფრისგან დავიწყე ამის კეთება. შენი ზღაპრის მერე, აი ამ ხასიათზე, მომინდა რომ აი ამ მუსიკალურ ტალღაზე მეც რაღაცა დამეწერა. მერე?
არაფერი დავწერე და ვინახავ სახში და მე და თაიამ რაღაცა ისქენით ვიმაიმუნეთ და რაღაცა. და ეხა შენ რო თქვი, იმიტომ რომ მესმის ხო რაღაცა შეიძლება ისეთი კლასიკური ზღაპრები არისო, მაგრამ უამრავი პატარა ზღაპრებია, ფრანგული ისეთი, რომელიც არ ვიცით, გამოდის თან ახლა უამრავი თარგმანი და მე მეკონა რომ მაინც რაღაცით ხელმძღვანელობდი. არა. ეხა ყველა მსახიობს რაც არ უნდა ვითამაშოთ, თუმცა სად გვაყრია ამდენი სამწუხაროდ როლები, გვაქვს ეს თამაში ჟინი, ხო? ძალიან და ეს ჩემი შვილი პატარა რო იყო და ისედაც დროს რო ვერ უთმებდი და ხო გაქვს ეს გაუთავებელი, სულ რო დამნაშავე ხარ, რო დააგვიანე დამნაშავე ბავშვს ყურადღება ბოლომდე. და ამიტომ კომპენსირება ხდებოდა, ღამე უწყობდი. საშიში ზღაპრების ღამეს. ყოჩაღდე და. ღამე. ჰორორებს უდგავდი? იყო აი პირდაპირ აი ალქაჯები მოფრინდებოდნენ ხოლმე და ვიწყებდი გარდასახვებს და მაკრინე იჭდა ხოლმე ასე აფარებული იმით საბნით და ლოგინს ხო აქვს ეს რა დაბოლოება ხის და იქიდან იწყებოდა ამოსვლები. ძალიან. ოღონდ ეს შუქით კეთდებოდა, ეგრე კი არა, ჩრდილებით, შუქით და მუსიკალური წიგნებით. აი ასე იწყებოდა და რა ბავშვობა გონია. და ბავშვი კარგად იყო იღებდა ამ ყველას. ბავშვი არ გასრდილა ნერვიული, მაგრამ იცი რატო მინდოდა რომ წარმოსახვის უნარი ქონოდა ბავშვობიდან ძლიერი. იმიტომ რომ წარმოსახვა, ფანტაზია, ეს ინტერესიანობა, ეს იცი შეგრძნება რაღაცა სიახლის და შიშის დაძლევის, აი ეს ყველაფერი რაღაცა ემოციურად არ მინდოდა მოხარშული ბავშვი ყოფილიყო. ესე იგი, თეატრი, ზღაპრები და კიდევ გავიგერო, დილით ვერ მოვალ საღამოს მცალიაო, დილით ბავშვებს ვასწავლიო და ეს რა სიახლე გაქვს? იცი რა, ძალიან დიდხანს ვამბობდი უარს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მაკრინე მყავს მარტო და ძმა არ ყავს მაკრინეს სამწუხაროდ, მაგრამ დედა ყავს, რომელიც დაძინების წინ ზღაპრებზე ზრდის ბავშვს. და ამიტომ იცი აი ბევრ ბავშვებთან ურთიერთობა არ ვიცი მე. და ძალიან მეშინოდა და ვამბობდი რომ არა მე ალბათ ბავშვებთან ვერ მიმუშავებ, შანსი არ არის. ახლა არ ვიცი კაცო, თან რაღაცა ბევრი ბავშვები, ახლა 20 ბავშვი ერთად. არას ლაპარაკობ. არ შემიძლია და მოკლედ გადავწყვიტე, დავთანხმდი. შეგროვდნენ ბავშვები, მანამდე ბუნდოვნად რაღაცეები მოვიფიქრე და მოკლედ გაიღო კარები და შემოვიდნენ, შემოდიან ბავშვები. არ მახსოვს როგორ დამთავრდა ის პირველი გაკვეთილი. მერე მეორე გაკვეთილი. კვირა დღეა და ვფიქრობ, როდის დადგება შაბათი, რომ ისევ ვნახო ესენი. ჩემი თავის მიკვირს ოღონდ. გავგიჟდი. ჯერ ყველაზე პატარა ალბათ შენ ხარ ახლა იქ. არა, ყველაზე პატარა 6 წლის სანდროა უსაყვარლესი. მართლა, ასაკი მინდოდა მე. აი მე რა კარგები არიან. ოღონდ ანა რაზე გავგიჟდი, იცი? ჩემ სკოლაში, ჩემ დროს ხელგარჯილობის გაკვეთილიც რო გქონდა, დაკვეთით უნდა გაგვეკეთებინა რაღაცა ერთნაირად ყველას. ამ ბავშვებს უბრალოდ რა ფანტაზია აქვთ, რა გემოვნება აქვთ, როგორი საზრიანები არიან. ვაიმე, ანა, იცი, აი, ჩემ ცოტა არ მჯერა რომ ევლაპარაკობ ამას. რო თურმე როგორ მხარებია ბავშვები და არ ვიცოდი. ოღონდ მართლა. გადარეული ვარ. აი მართლა ძალიან კარგი. თან მინდა ვთქვა, რომ არიან ზრდილობიანები. 6-დან 10 წლამდე, 11 წლამდე არის ლაპარაკი. აი მე ვარ აღფრთოვანებული და შეყვარებული და ეხა მაგათთან ერთად უნდა გავაკეთო ზღაპრები და გადავიღოთ მერე. აი, ძალიან საინტერესო იქნება. ხო და ძალიან მაინტერესებს და ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ მინდა რომ დარჩეთ სამახსოვროდაც ეს და იცი წიგნი კარგია, ფილმი კარგია, სერიალი მეგობრებთან, მაგრამ ეს ძალიან ინტიმი არის. აი ეს როცა რაღაცასთან აწებებ. მერე ან მოგწონს, ან არ მოგწონს. მერე ამას მიადებ. მერე რაღაცას ქმნი და აი ეს მინდა რომ ამის გემო იგრძნო. ეხლა ზოგი ძალიან პატარაა, შეიძლება არც დაამახსოვრდეთ.
მაგრამ აი ეს მომენტი ხო მისცემთ რაღაცას და ძალიან მინდა რომ კმაყოფილები იყვნენ და მე თვითონ აღმოვაჩინე ჩემ თავში რაღაცა კარგი. სერიალში, როდესაც როზე და მამტკიცეს მივედით იქ რაღაცა და მივედით, სანამ სერიალის გადაღება დაიწყო, ბევრჯერ მივედით, დაზე დავდივდით არ ვიცი. და მახსოვს რომ ეს რაღაცნაირად დადიოდა რომ ხო თინას დედის როლზე ბაიკო ყავს უბრალოდ ძალიან ახალგაზრდა თინას დედა როგორი იქნება არ ვიცი და სულ რაღაცა და ჩვენც ხო ყველაფერში რაღაცა მაგრამ ნუ შენ თავზე ფიქრობ რომ ხომ უნდა გადარჩე და მოყვება ეს ამბავი რომ სერიალი და ტელევიზიაში შინლად აბუჭებს ადამიანს და მსახიობს ეს სულ რაღაცა კი მისი თეატრის ეკო და მაგრამ თან მიდიხარ და თან ეს ეკო შავი ღრუბელივით მოყვება და აი რატო გვაწვალებს ხახტო რას გვერჩით მართლა მსახიობებს და შენი იქ ყოფნა იყო იცი როგორი აი ხო იცი რომ აი ბაიკოც აქ არის თუ რაღაცა აი ეგეთი რაღაცა რომ აი ნახე და რაღაცა ხარისხის გარანტი ფორმულა კრეატივს კი არაფერი იმაშვება რა ქვია ჩემგან მაგრამ მე ვიყავი დამწყები მსახიობი ხო იცი რაღაცა თავის განცდებში ხარ და ის კარგი რეჟისორი ხარ მიხედავთ იმის რომ იქამდე რაღაცა თამაშობდი და ნამუშევარი მაქვს მათთან მაინც ეს დიდი ამბავია რა და პროდაქშენის ბევრია და უამრავი და სხვა რეჟისორებიც არის იქ რატირამიშვილი გიოს გარდა და მოკლედ რა წდებოდა და ცოტა გეშინია რა როგორ შეეწყობი შენ პარტნიორებს ქმარ შვილს ზაღს რა ბოლოს ზაღლის მოიყვანეს და ბოლოს ჭკვინა გადავედი სკუპიდური თუ რაღაცა რო იყო მარენა სახელსვერი მედიკო სახელსვერი მახსოვრებდა ხოლმე და სუ იყო მაგაზე გლიცინი და შენი იქ ყოფნა თავიდან იყო აი მართლა იცი როგორ იყო არასოდეს ეგ არ გვითქვამს იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არასოდეს არ გქონდა ჭორაობის დრო შენ რომელიც ყოველთვის იყავი რაღაცა ძალიან კარგი იმის მომცემი რა ენერგიის და კარგი კამერტონი იყავი ამ ყველაფერს გახსოვს თაგუს რო ვიღებდი თაგუ იყო პირველი სხვათა შორის მეორე სერია იყო და თითქოს გუშინ იყო პირველი სერია მე მგონი საცდელი იყო საერთოდ არა მეორე სერია იყო პილოტი იყო არა იცი მე რა მახსოვს მე რო დამიძახეს პრობებზე აი გავდიოდი ამ თაგვის სცენას ოღონდ მაკა არ იყო მაშინ სხვა მსახიობები იყვნენ და კეთი იყო დევდარიანი, ლიფონავა იყო და რაღაცა ეს თაგვის ეპიზოდი იყო რომ მაგიდაზე ხო და თაგვი ვითომ თაგვიო და რაღაც ავუხტი მაგიდაზე რაღაცა და მაშინ მითხრეს რომ ვინც იყვნენ ასევე მოსული შვილის როლზე ძალიან ახალგაზრდა არ ვიყავი ამ დროს ახალგაზრდა, კაი 50-ს უკაკუნებდი. ნუ გამოვიყურებოდი ეთყობა მაგათთვის ახალგაზრდად და ხო არ ვიცი თუ ამ ხრივო ცოტა ისაო და მახსოვს, იცი როგორ კარგად მახსოვს ქეთის დევდარიანს ყავდა მოყვანილი თავისი შვილი თინა. მაშინ პატარა იყო თინა, ძალიან პატარა იყო და იჯდა რაღაცა უყურებდა ეთყობა რაღაცა დარბოდა აქეთ-იქით და დედაო ქეთი ეუბნება დედა მოგწონს ეს ამა და ამ როლზეო და კიო მე მომწონსო ხო და მე მგონი თინამ დამამტკიცა მე თორე არ ვიქნებოდი მე მგონი თინას იმას სურვილმას ძლია და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი პერიოდი დაიწყო ჩემთვის იცი რა არის რაღაცა ასაკში უფრო აფასებ რაღაცებს იცი ახალგაზრდებისთვის რომ დაგიძახებენ ესა ისა შენთვის არის ნუ ბევრი სხვა რაღაცაც გაინტერესებს ახალგაზრდა ხარ და ამიტომ იქაც გიხარია იქაც კარგად ხარ ეხა გადაღებაზე ხარ და როცა ბევრი რაღაცა არ იყოს შევსებული დიდი დრო ხანდახან თვეები, წლები და არაფერს არ აკეთებდი და უცებ რო გაყრია ამდენი საქმე, იქ არ არის დაღლაზე ლაპარაკი, იქ არის უბრალოდ მე ბედნიერი ვიყავი და აი ყოველი გადაღება იყო ჩემთვის სიხარული. მეც ბედნიერი ვიყავი. შენთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და ძალიან კარგი ის არის, რა ქვია, ვერთობოდით. მე მიყვარდა ნელიკოებში გადაღება, იმიტომ რომ კი, თავიდან ძალიან კაი ლოკაციაც იყო ის ჩვენი სახლი, ძალიან საყვარელი იყო. ძალიან, სამზარეულოს. საერთოდ კარგები ვიყავით ყველანი. უსაყვარლესები. მე ჩემი ცოლის დაქალებში მივხვდი, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს შექებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე ვინ გაქებს, იმიტომ რომ შეიძლება ისეთმა შეგაქოს, რომ დაიღუპო უბრალოდ. და შენიშვნაც უნდა იყოს ძალიან კორექტული. ძალიან სწორედ ნათქვამი. შენთვის რომელი იყო ისეთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი, რა გახსენდება სერიალიდან? არ ვიცი ესე ერთი და ორი ვერ იქნებოდა, მაგრამ არა, ხო, ბევრი იყო ესეთი. იცი რა, იმდენად
ხო, რისი თქმა მინდოდა, იცი? აი ეს რამოდენიმეჯერ დავიწყე ყურება, რისთვის, იცი? ის ნელიკონ რაც შედგა, ის სხვა არის. აი პირველ სერიებში მე ხო არ ვიცი ვის ვთამაშობ. მე ხო არ ვიცი ეს ხაზი საერთოდ გაგრძელდება. ეს დედა იქნება, იმიტომ რომ როგორც ვიცი, თავიდან არაფერი რაღაცა ეპიზოდი იყო, დედა არის სახლში რა. და არც ვიცოდი ახლა ვის ვთამაშობ, როგორია და ამიტომ ვყანყალებ, იცი, აი რაღაცა გაუგებრობაა ჯერ, მოსინჯვებში ვარ. აი მერე და მერე უკვე გახდა ის ქალი, რომელიც მე ძალიან შემიყვარდა და ძალიან მიყვარდა ნელიკოს თამაში. იცი, აი სიფაქიზე რაც იმ ქალს ქონდა ეს რაღაცა აი სულ რაღაც ბეწვის ხიდზე რო გადის აი სიფრთხილე ადამიანებთან აი ეს რაღაცა სიფაქიზე სიყვარული განცდა რომელიც მას ქონდა თანაგრძნობა აი ეს თანაგრძნობა ეს მორიდებულობა ქმართან შვილთან ყველასთან და ამავდროს ძალიან პრინციპული. ხო. და რო არ ეშინია ამ პრინციპულობის. იგივე გათხოვდა ამ ასაკში, მერე გაეყარა, მერე რაღაცა, რა ვიცი მე იქ ქვეყნის პერიპეტიებში იყო, ქალების დამცველებად იმსა, მერე თავის აი იმ ტყუილებში. იმ არაჩვეულებრივ ტყუილებში ტყუილს ამბობს, იმიტომ რომ სხვას შეუმსუბუქოს ცხოვრება. მე მგონი ნელიკო ერთადერთი იყო, ვიზაც ესე არ ღიზიანდებოდა მაყურებელი და აი რაღაცა სუბრაზდებოდნენ კატოზე, იმაზე, ამაზე რა ქვია, ყოჩიზეც. ნელიკოზე გაღიზიანებული მე არ გათხოვდა, მოიტყუა თუ ციხეში ჩასვეს ვინმე მაგის გამო, ყოველთვის რაღაცნაირი იყო. ხო და აი ეს ტრანსგენდერთანაც იცი, ისე სწორად წავიდა ეს ყველაფერი, იცი? აი პირველი შეხვედრა ისე კარგად მახსოვს და ხელი რო გაუწოდე ნინო რომ მეუბნება და ნელიკო ეუბნება მესმისო. და ეს ისეთი მიმღებლობა აქვს ამ ქალს. აი ისეთი მიმღებლობა აქვს, ისეთი სწორე არის. არ ვიცი, ახლა ვლაპარაკობ და პირდაპირ აი ცრემლებამდე მენატრება. კარგი ქალი იყო და მადლობა ქეთი შენ და დევდარიანი და ყველას, ვინც დამეხმარეთ, რომ ნელიკო არსებობდეს და მე ნელიკო ვისი სიყვარული იყო და ანუ მე. გარეთ ასაკში ნარდი დომინოს მოთამაშე მამაკაცები. აი იმათი არ ვიცი მუზა და სიყვარული ვარ აი სადაც დავდივარ დომინო ისა კარტიან რაღაცა და ასაკში ჩემზე ცოტა უფროსებით ჩემი ასაკის აი პირდაპირ საოცნებო ქალი ნელიკო მათთვის ქეთის მადლობა და შენ მადლობა იმიტომ რომ შენი ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ნელიკო ეგეთი საყვარელი იყო ხო ნუ ჩემიც ბაიკო, მადლობა. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო აი ამ ფორმატში შენთან საუბარი და ჭორაობა. შენთვის რა თქმა უნდა მაქვს საჩუქარი, ეს არის სასაჩუქრე ბარათი. ვაიმე? კაბასაგან, რომლის სპერანგიც მე დღეს მაცვია და ძალიან მომწონს და ძალიან ვიბრანჭები. და იმედი მაქვს რომ შენ შეარჩევ შენთვის სასურველ ტანისამოს და შემდეგ კიდევ ვიჭორავებთ უფრო ლამაზები. აქვე კიდევ მადლობას გადავხდი Ashley Home Stories ჩვენი კომფორტისთვის და შეგახსენებთ რომ Ashley Home Story გთავაზობთ ავეჯის ამერიკულ ხარისხს როგორც თქვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის. ძალიან დიდი მადლობა კაბას გავიქცევი ხვალ და შევიძენ რამე ლამას. აი, ნახე ლექსი გამოგვივიდა. და შენ ძალიან დიდი მადლობა. სიხარულით მოვდიოდი შენთან. ნამდვილი მეხუთე ელემენტი ხარ, ხო იცი მაგითო ხარ. გიჟდები ამ ფილმზე. ლილუ დავიყვარს. ხუთი პასპორტი. კი. ხო და რა მინდა ვთქვა იცი? ასაკს თუ გინდა რომ შეებრძოლო და იყო ყოველთვის ფორმაში ყოჩაღად და ენერგიულად, რაც შეიძლება ხშირად დაიწყე რაღაცის ახლის კეთება. ნოლიდან. გარისკე და უთხარი შენ თავს. შენ ამას შეძლებ.
და აუცილებლად შეძლებ. მადლობა. ძალიან ძვირფასი რჩევა. აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა გულიანიჩო. კარგად საყვარელი. მადლობა, დიდი მადლობა. დღეისათვის ესეთ გულ აჩუყებულ ტალღაზე გემშვიდობებით. ეს იყო მეხუთე ელემენტი, ჩემი სტუმარი იყო უსაყვარლესი ბაიკო დვალიშვილი და დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ სამშაბათამდე. ნახვამდის.